მოგესალმებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს, როგორც კორუფციული, ისე საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამჯერად გამოვავლინეთ სამი დანაშაულებრივი ფაქტი. პირველი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია ორი პირი. კერძოდ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა წინასწარი შეთანხმებით მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში. მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა. ნიუთმტკიცებად ამოღებულია თანხაც. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულს. კერძოდ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დავაკავეთ 3 ადამიანი. აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან სისტემატურად შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი ნევროლოგი. ნიუთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობის სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე ნაწილისა და 25-192 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. რაც შეეხება მესამე ფაქტს, ჩვენ აქტიურად ვაკონტროლებთ ფინანსურ სექტორს ციფრულ სივრცეშიც, სადაც უკონტროლო ნაკადები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. დავაკავეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი. ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ის ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას. ამ გზით მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქცია შეასრულა. ჩატარებული ჭრების შედეგად ნიუთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, 8 მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმბარათი. ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს. განვაგრძობთ გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების, აგრეთვე გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად. მივმართავთ ყველას, ვინც შესაძლოა ფიქრობდეს, რომ კორუფციული გზით არის შესაძლებელი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა. მკაცრად დაიცავით საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავეთ კორუფციულ თუ სხვა უკანონო საქმიანობაში ჩართვისაგან, რადგან ნებისმიერი მცდელობა გვერდი აუაროთ კანონს, დროულად იქნება იდენტიფიცირებული და თითოეულ ასეთ ფაქტს უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მადლობა ყურადღებისთვის. Короче, так, да, это будет. ყველანაირად დაგროვდეს და თანხად ჩამირიცხეს. ის რაც მოგავთ $1000 ნო, შეიძლება მაგ. ეს არის პრობლემა მეტად. ეს ტერიტორია ხონდათ სახელმწიფოსია და თქვენი სამოქმედოა. ჩვენი სამოქმედო სახელმწიფო ტერიტორია. სახელმწიფო ტერიტორია. მითხარით თუ ხუარავინ შემოხებს ანდელი წარმომადგენელი ან ვინმე გარემონდა ფამილია. $1000 და მე დაწუნებული ვარ იმ კაცთან. შეხვედრილი არ მოხდა. $500 მისია. ეხლა ეს ჯგუფი ჩამოდის ორი ჯგუფი. და გადარჩებია. მე ნანგი. მე თვითონ ეს ბამი ხო
Çünkü diyaziban konuşacak bir dakika. Namgu summa yürüdüğü yapılmadı, yürüdükleri. Şirpetita da konuşunca stavti diyaziban do. Zolimax kokonu gonu. Şehir konuşun akıllı kardeşi. Ha. Amaterya numeri de var. Gelen şu da uğrak var. Bu da uğrak onun için var. Hadi gidelim.